მე გიორგი თუხარელი ვარ და ჩემთან ერთად არიან ოტო კონჯარია, ირაკლი ლეფინაძე და ალფა სიხშირე აგრძელებს პოდკასტებს მსოფლიოში მიმდინარე სხვადასხვა სამხედრო შეიარაღებული კონფლიქტების შესახებ და ამჯერად ვისაუბრებ ირანზე. აი ამ წუთებშიც ბომბები ცვივა მთელი ირანის ტერიტორიაზე. სიმძლავრეები იზრდება ისრაელისა და ამერიკის საჰაერო ძალების მხრიდან, თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ დღეების განმავლობაში ეს კიდევ უფრო გაიზრდება და უფრო მასობრივ, ესე ვთქვათ, მასშტაბს მიიღებს, ჩაერთვები ან იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა სტრატეგიული ავიაცია ჩაერთო, სტრატეგიული ბომბდამშენებზე მაქვს საუბარი, იყო ბიორების გამოყენების ფაქტი, იყო ბიერთი ლანსერების გამოყენების ფაქტი, თუმცა მათი მასობრივი გამოყენება ყოველდღიურ რეჟიმში დღეში რამდენიმეჯერ როდესაც უკვე დაიწყება მათი ჩართულობა, ეს რა თქმა უნდა გაზრდის ირანის სამხედრო ობიექტების განადგურების ხარისხს. ძალიან მცირე დანაკარგები ძალიან დიდ ჟარალს აყენებენ. ხო, მე ძალიან ოპერატიულად ხდება ამ ბალისტიკური რაკეტების გაშვების მზადების აღმოჩენა და განადგურება, ანუ რაკეტები და გამშვები დანადგარების უმეტესობა მანამდე ნადგურდება, სანამ რაკეტებს გაუშვებენ. რამოდენიმე გაიპარა, მაგრამ ეს იცი როგორ არის ეს გაცილებით ნაკლები ეყარება ცინამბილეში ვიდრე აი თუნდაც რაღაცა ნორმატივებით და სტანდარტებით არის, ან მოსალოდნელზე ნაკლები გაიპარა რა. ეს არის სწორედ ის ბედი, რა ბედი წელის, როდესაც ქვეყანა რუსეთის და ჩინეთის იმედად არის. მადლობა რომ გიყურებთ.